iPhone 17 Pro Max-ი და მისი ოჯახის წევრები აქ არიან. შვენიერი, დახვეწილი და სოლიდური დატკბები პირდაპირ. მაგრამ კარგი, მოვრჩეთ ტკბობას და სანამ განხილვას დავიწყებთ, არხის გამოწერა არ დაგავიწყეთ, სადღაც ქვემოთ იქნება გამოწერის ღილაკი. ახლა კი დავიწყოთ. კლასიკურად ყუთში ვხვდებით დამტენ კაბელსა და SIM ბარათის ნემს, თუმცა ელექტრონული SIM-ის ვერსიას ნემსი არ მოყვება. თვითონ ტელეფონი კი ახალ დიზაინში გვხვდება. გაერთიანებული ალუმინის ჩარჩო და კამერის ჭრილი. კამერის ქვემოთ კი შუშის პანელი უკაბელო დამხვტვისთვის. იგი რა თქმა უნდა IP68 მტვრისგან და წყლისგან დაცვითაა წარმოდგენილი. ჰორიზონტალურად გაზრდილი კამერის ჭრილი ყველაზე მეტად გახდა სასაუბრო თემა iPhone 17 Pro Max-ის ახალ დიზაინში. მე თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორ მოგწონთ ის და ქვემოთ დაგვიწერეთ კომენტარებში. ასევე შეცვალეს ფერებიც, ამ Pro სერიებში ვეღარ შევხვდებით შავს. Pro და Pro Max-ი სამფერში იქნება წარმოდგენილი. ვერცხლისფერი, ლურჯი და ნარინჯისფერი. საუკეთესო ფერი. პირადად მე ახალი დიზაინი მომწონს, უკვე 6 წელია Pro iPhone-ის ვიზუალური განახლება არ გვინახავს და სასიამოვნოა ცვლილებები მოკლედ რომ თქვა. სტანდარტული 17-ის დიზაინი 16-ისგან არ შეცვლილა და იდენტურია, ხოლო ოჯახის სრულიად ახალი წევრი iPhone Air-ი უნიკალურია თავისი თხელი დიზაინით, რომელიც სულ რაღაც 5.6 მმ-ია. მას ტიტანის კორპუსი აქვს და ერთი მთავარი კამერა. დაუბრუნდეთ Pro Max. ეკრანისა და უკანა პანელის შუშა Apple-ის კერამიკული ფარის მეორე თაობითაა დაცული. 6.9 ინჩიან ეკრანზე ისევ და ისევ LTPO Super Retina XDR OLED-ს ხვდებით 120 Hz-იანი ადაპტირებადი განახლების სიხშირით 1-დან 120-მდე. 3000 ნიტი პიკური სიკაშკაშითა და ახლა უკვე ანტიარეკლადი დაფარვით. მოკლედ რომ აგიხსნათ, ეს არის ყველაზე მაგარი, სწრაფი, ფერადი, ნათელი ეკრანი, რასაც iPhone-ებში ან ზოგადად შევხვდებით. გასაკუთრებით არცაა iPhone ბოლოზეა საუბარი, საუკეთესო ეკრანი ნამდვილად აქვს. სტანდარტული 17-ის ეკრანი 6.3 ინჩიანი გახდა და დიდი ხნის ხვეწნამუდარის შემდეგ 120 Hz-იანი გახადეს. და მას ასევე აქვს 3000 ნიტი პიკური სიკაშკაშე, ხოლო iPhone Air-ის 6.5 ინჩიანი ეკრანი Pro Max-ის იდენტურია, თანაც მასაც აქვს ანტიარეკლადი დაფარვა. ორივე smartphone-ს ასევე აქვს Always On Display, ძალიან მაგარია. 17 Pro Max-ის ელემენტის მოცულობამ გაიზარდა და ვიდეო playback-ი 27 საათი გახდა. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მოცულობა ფიზიკური SIM ბარათის შემთხვევაში აქვს, ხოლო ელექტრონული SIM ბარათის ვერსიას უფრო დიდი ელემენტი აქვს. ასეთი ცვლილება შესაძლებელი გახდა SIM ბარათის უჯრის ნაცვლად ამ ადგილზე გაზრდილი ელემენტის მოთავსებით. შესაბამისად, იცოდეთ, რომ არჩევანი უფრო გაიზარდა და ელექტრონული SIM-ის ვერსიას უფრო დიდი ელემენტი აქვს, ფიზიკურისას ოდნავ უფრო პატარა. სულ ოდნავ. ნებისმიერი არჩევანის გაკეთებისას მაინც არ დაგიჯდებათ, ეს ტელეფონი ძალიან ენერგოეფექტურია. თუმცა, რა თქმა უნდა, თქვენს ყოველდღიურ გამოყენებას გააჩნია. სწრაფი დამუხტვით 17 Pro Max უკვე შეუძლია Apple-ის 40 ვატიანი დამტენი ადაპტერით 50%-ზე 20 წუთში ავიდეს. iPhone Air-ის ვიდეო playback-ი 27 საათია, რაც ბევრი ნამდვილად არაა, მაგრამ Apple მთელი დღის გამოყენებას გვყვირდება დამუხტვის გარეშე. და ასევე Apple-მა ამ smartphone-ისთვის გამოუშვა MagSafe დამტენი იდენტური მოცულობით. რომ დაგჭირდეთ, გექნებათ. სტანდარტული 17-ის ელემენტის ზომა კი ცოტათი გაიზარდა და ვიდეო playback-ი 30 საათი გახდა, ხოლო დამუხტვის სიჩქარე Pro Max-ის იდენტურია. iPhone 17 Pro Max-ის ენერგოეფექტურობა კი მისი ყველაზე მძლავრი ჩიპსეტის დამსახურებაა. A19 Pro ჩიპსეტი დაფიქრების საშუალებასაც არ მოგცემთ, ისე შეასრულებს თქვენს დავალებებს. ახალი თხევადი გაგრილების სისტემა, ალუმინის კორპუსი და A19 Pro-ს წარმოდობა მშვენიერი ერთობლიობა ამ smartphone-ის ყოველდღიური გამოყენებისთვის. იქნება ეს მაღალგრაფიკული თამაშებით დატვირთვა, ვიდეო ჩაწერა თუ მონტაჟი. ჩიპსეტი ყველაფერს შესანიშნავად გაართმევს თავს, ხოლო ახალი კორპუსი და გაგრილება ტელეფონს გადახურებისგან დაიცავს. iPhone Air-ს ასევე აქვს A19 Pro ჩიპსეტი, თუმცა Pro Max-ისგან განსხვავებით 6 ბირთვიანი ვიდეო ბარათის ნაცვლად მას 5 ბირთვი აქვს, ხოლო სტანდარტულ 17-ს A19 ჩიპსეტი აქვს ასევე 5 ბირთვიანი ვიდეო ბარათით. აი კამერის ჭრილი კი ისე გაიზარდა, რომ ამ გაზრდილ სივრცეში ახალი ტელეფოტო კამერაც მოთავსეს 4x ოპტიკური ზომით, რომელსაც 8x-ად შეუძლია ოპტიკური ხარისხის ზომით მიახლოება ახალი Fusion ტექნოლოგიით. ის 48 მეგაპიქსელიანი გახდა და სენსორის ზომაც მთელი 56% გაზარდეს. ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია და ამ კამერით გადაღებული ფოტოები ბევრად უფრო მაღალხარისხიანი იქნება, ვიდრე წინა მოდელები ოდესმე ყოფილა. ულტრაფართოკუთხოვან და მთავარ კამერას კი ისევ 48 მეგაპიქსელში ვხვდებით, თუმცა მთავარი კამერის დიაფრაგმა გაიზარდა, რაც უფრო მეტ სინათლეს შეუშვებს კამერაში და ფოტოები უკეთესი ხარისხის გამოვა. ეს ორი კამერაც Fusion კამერებია, რომლებიც ორ კამერას აერთიანებენ ერთში. ჯამში კი ოპტიკური ზუმის 5 ოპცია გვაქვს. 0.5, 1, 2, 4 და 8.
ვიდეო გადაღება ასევე გაუმჯობესდა და HDR ვიდეოს უკვე 120 კადრი წამში გადაიღებთ. ხოლო ახალი ProRes RAW და Apple Logo 2 ფორმატები დაგეხმარებათ კიდევ უკეთესად შეძლოთ გადაღებული ვიდეოს შემდგომში დამუშავება. Selfie-ის კამერა 18 მეგაპიქსელიანი გახდა, ხოლო სენსორის ზომა გაიზარდა და კვადრატის ფორმის გახდა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ჰორიზონტალური ფოტოს გადაღებისას ტელეფონი ვერტიკალურად დავიჭიროთ. მშვენიერი სიახლეა, ხელში დაჭერაც კი უფრო გამარტივებული იქნება ამ მიერიდან და smartphone-ის გადატრიალების გარეშე გადავიღებთ ჰორიზონტალურ ფოტოებს. ასე გიჭირავს, ასე იღებთ, ძალიან ტוב. ახალია სტაბილიზაციაც selfie-ის კამერაში, რის შედეგადაც მოძრავი ვიდეო გადაღება დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენს და ამავე სტაბილიზაციით ასევე შესაძლებელი გახდა ახალი ფუნქციის ორმაგი ჩაწერის დამატებაც. ამით ჩვენ უკანა კამერითაც გადავიღებთ მომენტს და selfie-ის კამერითაც ჩვენს თავს. Selfie-ის კამერის ეს ფუნქციები და შესაძლებლობები ასევე სტანდარტულ 17-სა და AR-საც აქვთ. შეგიძლიათ ნებისმიერით დატკბეთ. სტანდარტული 17-ის კამერით ნამდვილად დატკბება ადამიანი, მისი 2.48 მეგაპიქსელიანი კამერა, ახალი Fusion ტექნოლოგიით 2 კამერას აერთიანებს ერთში. ანუ ჯამში 4 კამერა გექნებათ. AR-ში კი ერთი ამავე ტექნოლოგიის 48 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა 1x და 2x ოპტიკური ზომის შესაძლებლობას მოგცემთ. გაუცდები კაცი. თუ მოგეწონათ iPhone ბოლოები, თქვენი აზრიც გაგვიზიარეთ კომენტარებში. გამოიწერეთ არხი, რათა სიახლეები არ გამოგრჩეთ და ნახვამდის. ნახვამდის, კარგად.